საქართველოს მთავრობის სახელით გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. კობახიძე მისალოდ წერილს აქვეყნებს და მოჩდაბა ხამენეის მიმართავს. საქართველოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს, წერია განცხადებაში. ალი ხამენეის მემკვიდრეს უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცეს ალიევმა და ფაშინიანმაც. კობახიძე მდინარაძე სუსის ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა, განკარგულებას ხელი მან გუშინ მოაწერა. 2025 წლის ბოლოს 25 და 26 დეკემბერს კობახიძე მდინარაძეს ორ დღეში ორი სპეციალური წოდება მიანიჭა. სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის. ამერიკაში 38 წლის ქართველი ექიმი ტრაილერში გარდაცვლილი იპოვეს. მთავარი ამბები კახეთიდან წერს, რომ გურამ შინჯიკაშვილი ემიგრაციაში ტრაილერზე სამუშაოდ იყო წასული. ახლობლების ცნობით კაცმა დილით მანქანა დატვირთა, საღამოს კი აღარ გამოჩნდა. მეგობრებმა მისი ავტომობილის შუშებით ჩაამტვრიეს და ცხედარი ასე იპოვეს. ვარაუდობენ, რომ კაც ტრაილერში ჩაეძინა, სადაც გამათბობელი დარჩა ჩართული. შედეგად კი გაიკუთა. ქუთაისში სავარაუდოდ არასრულწლოვანებმა ყვავილების მაღაზია გატეხეს. ინფოიმერეთის ცნობით წაღებულია წინასწარ გამზადებული თაიგულები და წითელი ვარდები. დაზიანებულია მაღაზიის ინვენტარი. მომხდარი სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.